ერთ-ერთ ახალ წელს ის გენიალური ფრაზა იყო, ეთქობა წინასწარ დაწერილი, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე იყო რაღაც ლაივი და ერთ-ერთს მოუწია ვარკეთილში. და დღეს ესე იწყება წამყვანები ესე ამბობდნენ, ესე აცხადებდნენ, დღეს მე ვარ კეთილი, შენ ხარ კეთილი და ვარ კეთილი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ იმას კონცერტსო და აი აშტი მინდოდა გქონდა რომ მე მერწყია იმენა, იმიტომ რომ აი ეგეთი სიყალბე და მე ვარ კეთილი, შენ ხარ კეთილი მაგაზე. შენ ბავშვობაში იყო ეგ ხო? ნუ ახლა 90-იანების ერთ-ერთი ის იყო, რომ ვაჟაფშაველა კეთილი, ბუნებით ჩამოთვალე და მიაყოლე ვარ. და მიაყოლე ყლე უბრალოდ. რომელზე დაგვიმებულ ხარ მაგაზე? ბავშვობაში დაგვიმებულ ხარ მაგაზე? ამაზე არა. რომელზე იქნებოდა უბნებზე იყო საბურთალო იწოლე ვარკეთილი ყლე და ეგ ყოფილი. ეგ არის მე მგონი რომ უიმორო ხალხის იუმორია რა. ბავშვები ვიყავით ახლა რა, ვიღაცა მოიგონა კობახას დონე არის. ბევრი ხუმრობა რომელიც მე ვარყლე ისა ეგ არ ვიცი. ვარყლის გამკეთებელს რა ქვიაო რა? ვარყალი რა, ანუ ვარყალს მოგეკეთება. ვარყალი რა არის ის? შანდალს ერქვა ეგრე, ადრე თუ რაღაც. არ ვიცი, არ გამიგე. ეგ არ გამიგე. ეგ ეთქვა თქვენი თაობისა. რა თქვა რომ აი იმის გამკეთებელი არის რა. ეგ ძალიან მარტივია. ანუ ვარკეთილზე შევა დაიბნე და ეგ ძალიან მარტივია. იმას შევა დაიბნე ხა რა. ვარყალი რა არის, ზუსტად არ ვიცი. მე გამახსენდა ეხა ნახე. ის ამიგდო პირდაპირ ვარყალი და ჩავწერე. განმარტება ამიგდო, აი ამ სახუმარო ვარყალი უცნობი ობიექტი, რომელიც ერთდროს ძალიან ხშირად იყო დიალოგის მასალა. ძმაკაცები ამ ობიექტის დამამზადებელს ეკითხებოდნენ ერთმანეთს. იმ იმედად რომ ვინმე მართლაც დაგვიმდებოდა და ითხოვდა თუ ვინ ამზადებდა ვარყალს. ამ შემთხვევაში მიდიოდა დაცინო და მისი დაჯმა. ქოთანს ვინ აკეთებს, მე ქოთნე ვარყალს ვინ აკეთებს? და ეს ისა რა ქვია, რა საიტია ეს? ეს საიტია ესეთი განმარტებების რა, ანუ მაგალითად პირველი რა მომიგდოში. აი მე თავისით. ანუ განმარტებები არის სხვადასხვა. ეხლა რა შევედი პოლიტიკოსები ამომიგდო პირველი რატომღაც ეგ არ ვიცოდი მაგას თქო. რაღაც სიტყვა, ტოპ სიტყვები მაგალითად. პოსეიდონის ხოცნა. ეს ეხა ნახე რა გავაკეთო, დააბაროთ აიღე. ანუ განმარტებები, აი ყვავი ჩამოჯდება მაგალითად. და რაღაც ეს ტრანსფერის განმარტებების საიტია რა. ძველი საიტია ეს. არ ვიცი ეგ საიტი. გასართობი იქნება, კაი. შეჩემაც არის, აი არ გაინტერესებს? შეჩემა ვიცი ასე. გამოიყენება ნებისმიერი სქესის თბილი მეგობრული საუბრის დაწყების პირველ სიტყვად. ხშირად მოიცავს თანაგრძნობის და გაქეზების ელემენტებს. არაფერს არ ნიშნავს. ყველაზე გადაობა ისაა, რომ Counter-Strike თამაშობდით და ჩვენი რუმინელი მეგობარი სილვიუ შეჩემა ამბობდა ხოლმე და ამდენჯერ ვიკითხა რას ნიშნავსო და ნუ აი მეთქი შანსი არაა. ვერ აგიხსნი აი რუმინელს ახლა ინგლისურად რანაირად აგიხსნა შეჩემა რას ნიშნავს? აი 0% მაქვს შანსი რომ ეგ აგიხსნა. და ჯერ გადმოგითარგმნო ძველი რაღაცა შეჩემის გადანგრეულ შეჩემის რაღაცა მაინც არ ნიშნავს ეგ მაგას რა ვერ აგიხსნი პროს. ხლე არ გადამიღუნო გაინტერესებს რას ნიშნავს? იგივე ფეხებსაც ვერ მომჭა მოხდ გაძლიერებული ფორმით. ძირითადად გამოიყენება სანაცნობო წრეში, მაშინ როდესაც ვინმე გებლატავებათან გემუქრებათ. ხო, შეიძლება უცხოსაც უთხრა. უცხოს ყლე არ გადამიღონოს არეუბნები. არეუბნები არა, უცხოს არეუბნები ყლე ვერ მომჭამო. აი, გადამიღონო ძალიან ახლობლობაში არის რა. ერთი დაგვილია. გადაღონო ახლობლობაშია, მოჭმა არის იმაში. ერთი დაგვილია. არც აიღოს იქნება ეგეც. ერთი დაგვილია, მაგალითად. იყენებს ნებისმიერი ალკოჰოლის მსმელი თაობა, რომელთაც უსწორდებათ ნებისმიერი ადამიანის დათრობა. მაინც ერთი დაგვილია თუ ერთიც დაგვილია? არა, ერთი დაგვილია, რო გეძახი. არა, აიგე, მაგრამ ერთიც დაგვილია ხო კიდე სხვა არის. ერთიც უკვე პიზდეცი. ერთი ცს დამატებით როგორ იცვლება რა. კიდე რა გინდა? ეს განმარტება ამის. როდესაც ადამიანს რაღაცას თხოვ, მას კი კიდია. ამ კაბელში დენი გადის? ამ კითხვის დასმისას თავად ვცდომე ხოლმე გასცემ პასუხი თავიანთ კითხვას, მაგრამ უმრავლესობა კითხვის ბოლომდე წარმოთქმას ვერ ასწრებს. ზეგ დღე რომელიც არასოდეს დადგება, გამოიყენება შეუსრულებლობისთვის განწირულ დაპირებებში.
ჩემ ბავშვობაში იმენა ლესბიანკა რა არის? არ გაინტერესებს? ლესბოს არის თითქმის რუსული ვერსია, იყენებენ ხშირად მოხუცები. არ იყო ხსენი, მე უფრო საინტერესოს ველოდი რაღაც. დოღის ცხენი. კაი, მორჩი შეჩემა. მოუწევ და მოვალ. კაი დრო. პარა, მოსათმედი ხა შეხوارა გაქვს შეჩემა. მოწო ამთავრებ. არა, მე. 40 ძლაცი აქვს ასაკეთ. მე არა მთავრდება, არა ძმაო, მოდი აქ დაჭიქი. მოუწევ და მოვალ. ფრაზა, რომელიც გამოიყენება ონლაინში თამაშისას, რეალურად ამ დროს ხდება შარდის ბუშტის დაცლა ან დედის მიერ საჭვლის გამზადების ცნობა. მარტო მოსაწყვეტ WhatsApp-ი არ შეიძლება? მოკლედ პატარა რამდენიმე ფრაზას გავეცანით. რაღაცა მოუტეხე ხან ასაკ. წეგან არ დავამტკნა რომ შეჩემო უზრდაობაო და. კაი, კნო, მიდი. რა საიტია და ქვია ბიძერჯი. მარიამ გობიანიძეს მიულოცოთ გათხოვება. არის ასრულ და ნატურა. მარიამ? არის ასრულ და ნატურა, რა თქმა რაღაცა არის. არის ასრულ და ნატურა? როგორც იქნა? ცოტა უხეში ნათქვამი არის, მაგრამ ამ ყველაფერს გამოვასწორებთ ხორცილში თუ დაგვატიჟებთ. სულთან ხუთავით 11 ლარი. ტატო დააძინეთ, თორე მეც მეძინება რომ უყურებ. ფსიქიატრიული 8 ლარი. გამოუშვით ტატო ძილის დრო აქვს უკვე.